ძველ სამყაროში დღეების ათვლა ხდებოდა თვარის საშუალებით და არა მზის საშუალებით. საქმე ის არის, რომ თვის ხანგრძლივობა შეიძლება განისაზღვროს მზით, მაგრამ ეს მაინც ამდელი ამბავია და ამის განსაზღვრა ასტრონომიულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ხოლო დღეღამეების ათვლა მთვარის საშუალებით უფრო მარტივი იყო, რატომ? ვიცით, რომ არსებობს მთვარის შვიდეულები. მთვარის პირველი გამოჩენიდან დასავლეთის ცაზე 7 დღის განმავლობაში მთვარე პირველ მეოთხეც ვლებულობთ, ესე იგი ნახევარმთვარე ჩანს ცაზე და ამას ახალ მთვარიდან ნახევარმთვარეობამდე ზუსტად 7 დღე არის საჭირო. შემდეგ მთვარის პირველი მეოთხედიდან სავსე მთვარეობამდე კიდევ 7 დღეა საჭირო და მე-15 დღეს უკვე სავსე მთვარეა. შემდეგ მთვარე ცხრომას იწყებს, მეოთხეც ვღებულობთ მთვარისას და ბოლოს მცხრალი მთვარი. ესე იგი მთვარე უნდება მოძრაობას ცაზე 4-ჯერ 7 დღეს, 4-ჯერ 7 28 არის. შემდეგ 1 ან 2 დღე მთვარე ცაზე არ ჩანს ახალი მთვარის გამოჩენამდე და ამგენად მთვარის მეშვეობით ძალიან ადვილად აითვლება ერთი კალენდარული თვე. მთვარით ეს იქნება 29 ან 30 დღე და სწორედ ამ სისტემაზეა აგებული მთვარის კალენდარი. წელიწადის გაანგარიშება მთვარით. რაც შეეხება მზეს, მზით ჩვენ დღეებს ვერ ავიდგით. ამიტომაც ქართული ამბანი ერთგვარი ასტრონომიული სათვალავია, სადაც ხდება კალენდარული ერთეულების ათვლა და უპირველესი ძირითადი ერთეული არის დღეღამე, ხოლო დღეღამე ქართულ ამბანში ათვლილია და სრულიად სამართლიანად ათვლილია მთვარის მეშვეობით. მაგრამ არსებობდა თვეების ათვლა არა მთვარით ახალ მთვარეობიდან მომდევნო ახალ მთვარეობამდე. არამედ მზით საქმე ის არის, რომ მიჩნეული იყო, რომ მზე გადაადგილდება ცაზე ერთი თვის განმავლობაში ერთი თანავარსკვლავედიდან მეორე თანავარსკვლავედში. ამდენად ეს გადაადგილება ცაზე ქურუმთან მიერ შემჩნეული იყო და ამას მზის ზოდიაქალურ მოძრაობას უწოდებენ, როდესაც მზე შედის გაზაფხულის ბუნიობას, მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში, ანუ ვერძის ზოდიაქოში. ამდენად ქართულ ამბაში მოხდა ასეთი რამ, რომ მთვარი წელიწადის დასაწყისი იწყება გაზაფხულის ახალი მთვარის გამოჩენით. მზით კი მზის კალენდრით ეგვიპტური კალენდარი იწყება ზაფხულის მზებუდობის დროს, ქართულ ამბანში კი მზის წელიწადის დასაწყისი მოდის სწორედ გაზაფხულზე, როდესაც მზე შედის ვერძის თანავარსკვლავედში. წლის განმავლობაში, ესე იგი, მზე გაივლის 12 თანავარსკვლავედს და
ამით დამთავრდება ერთი წელიწადის ხანგრძლივობა. ეს თანავარსკვლავედებია პირველი ვერძი, მეორე კურო, მესამე მარჩბივი, მეოთხე კირჩხიბი და ასე შემდეგ მზე გაივლის 12 თანავარსკვლავედს და ამთავრებს თავის მოძრაობას მერწყულში და თევზის თანავარსკვლავედში. აი ამ მზის შესვლა ვერძის თანავარსკვლავედში ხდება გაზაფხულის დღეღამის სწორობის დღეს და აი სწორედ გაზაფხულის დღეღამის სწორობა არის ის ამოსავალი დროჟანის ის ამოსავალი წერტილი, როდესაც ერთდროულად იწყება მზისა და მთვარის წელიწადი. ამგვარად მთავარია აქ ითქვას ერთი რამ, რომ წელიწადის ხანგრძლივობა 365 დღეღამია და ამ დროის ათვლას, ესე იგი, მზე იწყებს გაზაფხულის ბუნიობას და ამთავრებს როდესაც მზე შედის ვერძის ზოდიაქოში და როდესაც მზე გაივლის 12 თანავარსკვლავედს და დაასრულებს თავის წლიურ მოძრაობას თევზის ზოდიაქოში, სწორედ ეს შეადგენს სრულ წელიწადის ხანგრძლივობას 365 დღეს, მაგრამ აქ არის ერთი სირთულე. საქმე ის არის, რომ ფაქტიურად მზის წლიური მოძრაობა კი არ არის თანავარსკვლავედებში და არამედ ეს არის დედამიწის მოძრაობა მზის გარშემო და დედამიწა მოძრაობს არა თანაბრად. ესე იგი, ზაფხულის თვეებში დედამიწა მოძრაობს უფრო ნელა, ხოლო შემოდგომა ზამთრის თვეებში უფრო სწრაფად. ამიტომ წლის პირველი ნახევარი არ უდრის წლის მეორე ნახევარს. ამას ეს ასტრონომიული ისა დაგულება და როგორც გამოირკვა ეს განხორციელებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ამბანში. საქმე ის არის, რომ გაზაფხული წელიწადი იწყება გაზაფხულის ბუნიობას, გაზაფხულის დღეღამის სწორობას, დღეღამის სწორობა ხდება ორჯერ. ერთხელ, ესე იგი, ეს არის ვერძის ზოდიაქოში, ანუ გაზაფხულის ბუნიობის დროს მზე შედის ვერძის ზოდიაქოში, ხოლო შემდეგ გაივლის 6 თანავარსკვლავედს და უნდა შევიდეს სასწორის ზოდიაქოში. მზის შესვლა სასწორის ზოდიაქოში, აი საქმე ის არის, ჩვენ გვაქვს ეს 365 დღე და როგორ უნდა განაწილდეს თვეებზე 365 დღე, ეს სხვადასხვანაირად ხორციელდებოდა. იულიანურ კალენდარში სხვანაირად არის განხორციელებული, ეგვიპტეში სხვანაირად ხორციელდება, მაგრამ ქართულში ეს იდეალურად არის განხორციელებული. რა კი წლის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია, ავიღოთ ჩვენ ესე იგი მზე, რომ გაივლის წელიწადის პირველ ნახევარს, ანუ 6 თვეს, მე-7 თვის დასაწყისში უნდა შევიდეს სასწორის ზოდიაქოში. აი ამ სასწორის ზოდიაქოში შესვლა იმას ნიშნავს, რომ დგება შემოდგომის დღეღამ სწორობა, ესე იგი, გავლილია წელიწადის ზუსტად ნახევარი. გაზაფხულის ბუნიობიდან შემოდგომის
ბუნიობამდე 6 თვეა, შემოდგომის ბუნიობიდან მომდევნო გაზაფხულის ბუნიობამდე 6 თვეა. ახლა ჩვენ ქართული ანბანის, სწორედ ეს არის ქართულ ანბანში ასახული, ავიღოთ ჩვენ მე-6 ასონიშანი ქართული ანბანისა, ეს არის ვინ სასწორი მისი რიცხვი მნიშვნელობა არის 6. ანუ წელიწადი, როდესაც მზე შევა სასწორი ზოდიაქოში, მაშინ ზუსტად წელიწადი გაიყოფა 2 ნაწილად. პირველ წელიწადის პირველი ნახევარი და წელიწადის მეორე ნახევარი. ესე იგი დამთავრდა 6 თვე, მაგრამ მზე ვერ შედის სასწორი ზოდიაქოში, იმიტომ რომ პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე წელიწადის მეორე ნახევარი. და სწორედ აქ 360 ყოველი თვე 30 დღეა, მაგრამ აი ეს 5-6 დღეღამით რაკი წელიწადის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე მეორე ნახევარი, აი სწორედ აქ წელიწადის პირველი ნახევრის შემდეგ დაემატება 5 დღე. ანუ შემოდგომის ბუნიობისას წელიწადის 360 დღეს ემატება 5 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადს 6 დღე. ეხლა როგორ არის ეს ასახული ქართულ ანბანში? როგორც ხედავთ აქ ვინის გამოსახულება, ეს არის სასწორი. მაგრამ სასწორი უწონასწოროა. ესე იგი პირველი წელიწადის პირველი ნახევარი და წელიწადის მეორე ნახევარი. საქმე ეს არის, აქ მითითებულია სასწორი რომ გაწონასწორდეს. წელიწადის პირველი ნახევარი უფრო სუბუქია, მეორე ნახევარი უფრო მძიმეა. ესე იგი წელიწადის პირველ ნახევარს აი ქალწულის თანავარსკვლავის დაამთავრებს მზე წელიწადის პირველ ნახევარს უნდა დაემატოს ეს 5 დღე. ამდენად ეს ასტრონომიული პრობლემაა, რომ წლის პირველი ნახევარი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე წლის მეორე ნახევარი, ეს ქართველმა ქურუმებმა ძალიან კარგად იციან და სწორედ ეს ასტრონომიული სიზუსტე არის ასახული ქართულ ანბანში. ამ წლის პირველ ნახევარს დაემატება ეს 5 დღე და მზე მართლაც შედის სასწორის თანავარსკვლავეთში. ახლა ჩემო ბატონო, ნაკიან წელიწადზე ცოტა კი დავაგვიანეთ, მაგრამ ნაკიან წელიწადზე უნდა ითქვას რაიმე. ესე იგი საქმე ეს არის, რომ წელიწადის ხანგრძლივობა არის 365 კალენდარული დღე-ღამე და კიდევ 1/4. ესე იგი ამისათვის ყოველ 4 წლეულში მზე მითითებს, რომ 4 წლეულში უნდა ვიანგარიშოთ 1 ნაკიანი წელიწადი. ამას ქართული ანბანი ბრწყინვალედ ეს ბრწყინვალედ არის განხორციელებული. ოღონდ ეს განხორციელებულია ქართული ანბანის წილის მეშვეობით, რომლის შესახებაც 352 წლის ქართული თხზულება ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი ამბობს, რომ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარ არს და ესე ყოველი რომელი წერილ არს მოწამეთ წარმოგითხარ, ესე წილი ანბანისაი და ჩვენ ახლა სწორედ
დღეს ეს ვერ მოესწრო და მომდევნო საუბარში ჩვენ სწორედ წილის საიდუმლოს, ანუ ქართული ნაკიანი წელიწადის საიდუმლოს განვიხილავთ. დიდი მადლობა.